ხალხო მოგესალმებით. აუ ვერ ხედავ იღებს თუ არა. როგორ ხართ? აბასად ვიყავით თუ იცით. დედა რა გავქნა? ისე მცხელა რო, ისე ცხელა დღეს რო, რა ვიცი. პრივეტებს. ხედავ რამეს რო იღებს. ცეთო ჩორთე. ჰა? ერთი წუთი ჩრდილში მივიდე, ვერაფერს ვერ ხედავ იღებს თუ არა. კი იღებს. ჩრდილში. ჰა? მიაბრუნე. ვერ გავიგე. მიაბრუნე თუ. რა მივაბრუნო? არიქა გადამამომიწევს მერე. ეს მეორე ტელეფონის რაღაც ამოვათრიე. გავაჯო. გავაჯო. ამას არ აქვს მისატრიალებელი არც ამას. აუ დედა ის რო დამიჭირო არ გინდა. იქ ვიყავით რა ქვია. არ მითქოს მგონი ხო? არა. გეტყვით. ბარემ. სამსახური დაგვეწყო. ხალხნებო. წიჭილა მივიღეთ, ეხლა დავსვით. არ ვიცი ხალხო რამდენად ხედავთ თქვენ. მე ვერ ვხედავ მაგალითად. ზერო ანათებს. ხოდა. რაღაც მინდოდა მეთქვა. ხალხო თქვენთვის. ხო, დავსვით წიჭილა. ამის მერე დაიწყება დილის ვარჯიშები, დილის რუტინა. საღამოს რუტინაც. გადავიღებთ ხოლმე დილას და საღამოს რა. სანამ წამოვართ. დილით უფრო საღამოს შეიძლება არა, მაგრამ დილით უფრო. ცოტა მეც ამუშავდება ყუნთები. წვადი სუნია გონი. თურისი. ჰა? გუდრონის. დუბერე რა დუბერე. ხალხო, დღეს იცი რა მიყვირს? წიჭილა რო დავსვით და თავგლეჯვა არ არის. წიმა. ხო. თავს ხმა და ქარიშხალი რო არ არის მიყვირს. რა ვიცი საღამოზე თუ არ გაწვინდა ისე აჭერს. ზე ისიც არა მაქვს წამოღებული აქვე სელფის ჯოხი რო დამეკავებინა. და დღეს კიდე დილიდან მაშინ ტკივა აი ამ ადგილას. მე რა ვიცი. გახათ მედო ალბათ. ჰა? აი აქ მასაჟი მე გამიკეთებდეს რა კაი იქნება. აი მანდა ვაიმე რა კაი. აი ამაში გიო აი ამეებში აი აქ. ასე აი მეორე მხარეზე ახლა მასაჟის სეანსი ხალხო. მასაჟისტობას დავიწყებთ. ჩაეწერეთ ვის გინდათ. ნაცნობობაში შეღავათში გაგიკეთებთ კაცო. ბეჭების მასაჟს. კოუჩი ხო გავხდი. მე ვასწავლი აქეთ ხალხს და ეხლა კიდე მასაჟისტობას დავიწყებ. მე კიდე რამეს შევითავსებ და რაღაცა გავოჩნდება მერე და რა გაფუჭებული ვარ ყველაფერი მრიდან ფულის გაკეთებას ვფიქრობ. არა კაცო თქვენ ნაცნობობაში შეღავათში გამოხვალთ. დაგიკლებთ.
ოხ $50 გაიქ. ხო სანჯა. გააჩერე შენ არ გააჩერე. ვინ არის ევი. გაგიჩერდა ძალით ირკმელი გააჩერე რა უსნის ხალხია რა ეხლა რა მინდოდათ ხალხო რაღაცას რო გამოიწერთ ჩინეთიდან სახმელეთო გზით შეიძლება ჩამოგივიდეთ და ჯერ საეროს გზით რომ მოდის როდის იმას იზავს რა ქვია როდის ჩამოდის ნერვებს გვიშლის და გვავიწყდება რას ვიწერთ და ეხლა კიდე ხმელეთით რო წავო რას იზავს კარგი შევიგორა ხარ შემოვლაო ეხლა ხმელეთით რო წამოვიდეს ალბათ დაგვაწყვეტათ ნერვებს გამარჯობა თალად დაგვავიწყდება რას გამოვიწეთ არა ისე სახმელეთოთ როგორ უნდა წამოვიდეს ჩინეთიდან აქამდე ჩინეთიდან აქამდე რა ხმელეთით მე რა ვიცი მოიწი რაღაცა შეგიყვიათ და იცავ სადა ბუმბულში თუ რაში დაინახე რაღაცა შეყი რა ქათმის იმაში არ შემიგყვია თავი და ხონდა მეტყობოდეს რომ სამუშაოზე ვიყავი. ხონდა მეტყობოდეს რომ სამუშაოზე ვიყავი. სამსახურში. ოღონდაც ხალხო შიგნით გადაღება არ მთხოვოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება. შიგნით ვერ გადავიღებ. და თუ გნებავთ დამიწერეთ კომენტარებში რომ სახლიდან აქამდე გზა გადავიღო. თქვენს კომენტარებს ველოდები. ჩელენჯი იქნება მე კიდე. ჩელენჯი. მე კიდე რაღაცა იქნება. ახოვით. ჰა? თვალების ახოვით. თვალების ახოვით, აბა. ოღონდ სხვადასხვა რაღაცები უნდა ვიყიდო. და რა შეგაჭამე ის უნდა იყოს. ის უნდა მივხვდეთ რა შევჭამეთ. ხო. ის რო გქონდეს კარგი იქნება უფრო რა ქვია. საძილე ის რო არის. ო, მაგრამ არა გვაქვს. განათდი. აუ დაგვეწყო გოლის სიცხეები. ცხელა რა. რა მოფლაყული. იფხურებოდა უშნოდ. მე გეგონება მე დავაძალე. ისა რა ქვია. გარეთ გასვლა. მეც მაგრამ შორი გზა გვაყიდე. მოვიზომე ის რა ქვია. ადგილი. წავოკარი ფეხი. საყენებელი გავხდი.
აი მე იმით რომ მივეჩვე ჭერას. ბეჭედია ის და ჭიმული. აი თიბის მერე მაგ ეგრე. რა უყავი ჩემი ტელეფონი? ჯიბეში. ჯიბეში? აი მეთქი მე მეგონა ხო არ გაგივარდა სადმე და დაკარგე და უნდა გავქცეულიყავი უკან. უნდა დავკარგო. ან მე მეგონა შევიტყვარ დამჩა კიდე. ვაიმე. უკან უნდა წავსულიყავი ხალხნო. რა ჯანდაბა დამეტაკა ეგეთი ჩვევა რატომ აქ? მე მეგონია სულ რომ ჩება სადღაც რაღაცა. ხელი მეტკინა. რამდენი დაგჭა? 11 და 15. უი მე ჯერ ადრე ყო. ხალხო თუ ჩემი მეგაცლება. მე რევს მიშლის. სელფის ჩოხი მადა. სელფის ჩოხი. დამავიწყდა ხო წამოღება მე რა ვიცი. აუ მოდი თუ გინდა ეგ ცოტა ხო გადავიღო და ცოტა მე ვისაუბროთ რამე. ჩავთი. კიდე მოგესალმებით. ერთი წუთი მოვალე. ცოტა გადავიღეთ გზაში. წიწილა მივიღეთ. დავსვი წიწილა და მოვიდით. ეხლა მე რას შეშინელი იჯუგა მაგ. მე მოკდე აღარ შემიძლია. აი ხადი ჩადის. მე წუთელი ყიდი კუჭნა ისა. სულ მეწის ყიდი. ო იუგსა. კიდე მოგისალმებით. გრეჩხა შევჭამეთ და მე ძიჟუგა მომცა და იქნებ ვაშლმა გამომიყვანოს მეთქი და რაც გამომიყვანოს. ვაშლი პირიქით იჟუგას მომცემს. უარეს. მე არ ვიცი აღარ შემიძლია. ხალხო დღეს სასწაულის სიცხე იყო მომიცისა. კიდე ხოლმე ისა. არ ეს დავიყვდები და კაია. საშინელი სიცხე იყო დღეს ხალხო. ამ სიცხეში რომელ საათი იყო? 3:30 არა. 3 იყო 3 რაღაც აკლდა რა. აკლდა რაღაცა წუთები. წავედით. წავედით. შევედით. მდუღარეში პლიტები ჩართული. აქედან მდუღარეში ავედი და კიდე მდუღარეში. ის არა ქვია დანთებული. გამათბობლები რა, ღუმელი. პლიტები არა. ღუმელები ანთებული. შემეშალა პლიტები ვთქვი. ღუმელები ანთებული. ანთებული. შეშის. ო. ჩარავ ხელა ღუმელები ერთ ხალხო. ბოჭკა, ტენის ბოჭკა რომ გადმოაყიდაო. იმაში დაანთო ცეც. და იმაში დაანთო და კარები გაუკეთო და ისეთ ისა და სატრუბე გაუკეთო ტრუბას. იმას და ფეხები ქოდეს. და ფეხები დაუმაგო. მაღალი ფეხები. მაღალი ფეხები. ფუ. ხოია პლიტები ვთქვი, პლიტები. მე ვიცი, ღუმელები ანთებული. ნო დედა როხურს ეს ორი პეჩი. პარნოია რა. აი ესე მოგდისოფლიაი.
თავისი წინ ღვართ კაფი გავივის რა დაგვეწყო სამსახური ცოტა გავიჩლები გავიმართები სანამ მიეჩვი ხელი და ხელები დაიჭიმები ხო ეგ დაიჭიმება კი მარა მაინც გამართვა კარგია გაიმართები წელში მივედით აუ სიცხე დაიწყო მგონი ლოჭინშიც დასასვლელები ვართ მივედით ხალხნო შეუდგით წყლები პატარებს ჯერ ბანკებში უნდა მე ეი რაჯადავა მეც კვერცხის ლაკუკებში ჩაუყარეთ საჭმელი ხაღარდის რო არის კვერცხები რო არაგია იმაში და მოვედით გავედით გარეთ დავსხედით იქ სანამ იმასი დავდარა ქვია იჭორავეთ ჩვენივად კათამი კი არის წიძილა ხო პატარი წიწილები მიღო რა ხელებია და ერთ მხარეს გიორგი ჩაყვა მეორე მხარეს მე ჩამოვყევი და შევსვით ჩვენივრად და წამოვედით მე ჩავედით ცოტა გზაში გადავიღეთ იმასაც მიგიბავთ რა წინ მიაბავთ უკან მიაბავთ რა ვიცი მე მგონია წინ პირველი ისეო და ესე მივედით მოვედი იმდენი წყალდავლიე რომ ნუ გაიყვია დავუწყო ხნა წყლისმა ეს ადგილი თეთრი აქვს მე ეს ადგილი ახლა უნდა მოიხსნა ისა რაზე ან გამტეთლაი მე რა ზაგარი მიიღოს უფ სულ არ მინდა ზაგარი უბრალოდ რუჯი არ მიყვარს მე რუჯი მეჯავრება მე კი რუჯი კი არ იმას აშვება კი არ ავშავდები მწვავს მზე მწვავს რასაც ქვია მწვავს და ძალიან საშინელებაა მე ერთხელ სადღა ესენი მქონდა დამწვარი ესა ჯუბლი მე წელი პერსესიო თეთრი ესენი თეთრი ეს თეთრი და ეს დამწვარი ეს გაშავდა ეს მხარე აი ესენი აი აქედან გაშავდა და ეს თეთრი იყო ეს აუ ეგრა ცუდია მე ახლა ეგრე არ მოვიდეს ეს შავი არ იყო თეთრი თეთრი და ეს კავინმა დამყალა კიდე ხანა კამა აქ მქონდა იმ დღეს აქაც ამაკ მზისგან აქაც ალერგიას მაძლევს რაღაცა ალერგია დამემართა ხალხო სათვალით დავდივარ ცეხშიც აბა სამსახურში მაგრამ იქ კი არ მიგედი სათვალი იქ რაც მინდა დაიურთქლება რომ შევდები ეფერში დავიდა აღარ წამოვედე პეჩს და დამეცება ის ცხელი ტრუბა წვი პირში თავში პატუჩილა პატავში თავში დამეცება პატუჩილა პატავში დასნეშავს ვიცი ბებია ჩემი არის იყო დედა ჩემი დედა უკრაინელი ხალხო და წევლა რო არიცოდა ქართული რო არიცოდა და პატუჩილა პატავში ჩაგარტყა მაგ თავშიო გაიგე და ბოჩემი ერთხელ ჩაყლაპო ამბლენ წადდავლია და მწყურია ხალხო რა მეცა აი ახლა გიტყვით ხალხო ერთხელ რაღაცა მოხდა
რაჭაში და ვიღაცამ დაიწყო იარაღის სროლა. ყამე იყო და ბაბოჩემ საღამოზე იწვა. და ვენაცვალეო. გოგი ტელქო ბაბოჩემს. ვენაცვალე გოგი დავარდაო ესი დავარდა ტრუსიკი სამარაო. შეეშინა იარაღის და მართლა ადგა გამოიქცა. და ესე იგი გავარდავე რა თქვა ბებიეთში დავარდაო რა დავარდა ტრუსიკი სამარაო ვაიმე თა როგორ სასაცილოდ ამბობდა იცი მოუკვდი ვაშატავიო რაი დაცანცალეთიო რა დადიხართო დაწანწალობდო რა რაჭაში მე რომ მიდიოდი ყველა ჩემი ნაცესავი დეიდაშვილი ბიძაშვილი მამიდაშვილი დეჭების ძმისშვილები ყველა დადიოდა და მე აი სადან გავდიოდი ვიყავი სახში რაზე არა გავდიოდი ეზოში უბრალოდ აი უბანანშიო თორე აი დასოფლეს მოივიდნენ იცისად მიდიოდნენ იქით აი გაღმას უიმე დასოფლებს ივლიდნენ და რა ვიდოდას ახლა სულ ყოველწუთში სიარული ტყეში შეიძლება წავსულიყავი ან ბუნებაში მაგრამ აუ რა კაია ტყე და ტყის მარწყვი მარწყვი მივირთვი დღეს მეორედ უკვე აი სულაც აი ისა გექვია მე ისა წავდა მოკვდი ვაშათავი რა დადიხართაო ბიეჩები იტყოდა დადიხარ კი არა მარწყვს რო დავიჭერ მარწყვს მთლიანი თასი მეჭმევა თასი არა იყო სამსი არ იყო და ცოტა ჩუცხოში წამიჩერა თქვენ შეჭამეთ 2 წალი მეტი ხუარა ერთხელ ბებიაჩემი ტყე არის ჩვენს ზემოთ სოფლის ზემოთ სახლის ზემოთ რა თხილის ის არის რა ტყე სადა მოწყები რო არის პატარები ზევით მუშუანში მუშუანი კი არა იმაში იქით როა რა ქვია ხო შენ ხატი არ ვიყავ ხო რო გაგვიწვინდა ხო მან ვაიმე რა ქვია ვიდა ტყე ხო ეგრატო ქვია არ ვიცი არ მკითხო და? ხალხო გავიცი ნამდვილად ბებიაჩემ წამიყვანა ტყეში აი ამ დროს არის არა რაჭაში ცოტა გვიან არის იმიტომ რომ აქ სხვა დრო არ და იქ ბუნება სხვა დროს არის აი წარმოგიდგენი აქ გახვავებული გაყვავებული ვარდი მარდი და იქ კი არა იქ არა იჯერ იქ მაგალითად როა იმიტომ ხო არ არის ჯერა და იქ არა იჯერ მივდივარ და აი ესე ისინი არის რა ქვია რაღაცა ბალახები ესე წმინდა ისა აქ ამოსული რაღაცა ღერივით და დაბლა ბოლოში აქ ბურთივით ასე რაღაცა გირჩივით ისა აქ წვერი ხო ვიცი სხილი და იმაზე გავხრეტავდი იმას რა ხო წმინდა არ ნებსივით ეჭობოდა ხო ასე ავასხამდი აბა ვედრასად უნდა წამეღო ავასხამდი ასე მარწყვეს პატარა მარწყვები იყო წვრილი მარწყვებია ტყის მარწყვი ავასხამდი გიორგი ხო იმეს ხო იმაზე მომწყინდებოდა იმაზე ასხმა და ვედრას რო წავიყავდით გავახსენდით კაფენიკები რო გვაქვს ჩვენ ხო იცი თუ გახსოვთ კაფენიკები რო არის ეს მაღლები ხალხო ხო აი იმას თუ სავსეს ჩამოვიტანე მერე გადმოვყრიდით მე და ბებიაჩემი გარეცხავდა ბებიაჩემ გააპრიალებდა გაარჩევ ხო რა თქმა უნდა გარეცხავდა გაასუფთა მერე დაშაქრავდა შეიძლება ცოტა ხანი მაცივარში მე რა კარგი იყო ისევე შეჭა ჟავია ის მარწყვი ჟავია ისევე შეჭა თხილი რამდენია დედა რამდენი თხილი გვინტრევია და გვიჭავი ტყის თხილი გემრიელია თა როგორ მაგარი ისა აქ მაგარი ისა ხო რა ქვია ნაჯუჯი ოღონდ კბილით ვერ გატეხავ ერთხელ ის იმდენი თხილი ჭამე იმდენი თხილი დაჭამე ბავშვობაში ესე ისო გამომაყარა მეებში შეიძლება ხო გაწყეს იყო მე იქვე პატარა მდინარესებით ჭამოდის ხო სიგრილეა ის არის რა ქვია მზე არ ჩადის ოღონდ დაბურული ტყეა ხო მზე ვაფშე მზე არ ჩადის
ისეთი გემრიელი ის არის, აქვე ტყერო რა ვიცი. გემრიელი კი არის, კარგი ის არის, აქვე სიგრილე, გემრიელი ტყე. გემრიელი საჭველი ხო არა? გემრიელა დაჯდები გიორგი და კოხტა. კარგად. და სიგრილეა. მიხვალ კოხტად. მაგრამ სამაგიეროდ დალპით რო გაგვიწვინდა. ხო. ხის ქვეშ შესვლას აზრი არ აქვს. წავიდნენ მაშინ გიორგი პატარა იყო. პატარა კი არ იყო, მოზრდილი იყო. მე და ბებია ჩემი მე ვიყავით. კლასში მე-1000-ში იქნებოდი. ხო, სადღაც ეგრე. არა, მე-1000-ში არა. მე მე-900-ში. რაც მერვე მე-9-ში, რა მერვე მე-9-ში პატარა ვიყავი მაშინ. იმის მე არა ყოფილი ვარ იმაში, რა ქვია. რაჭაში რა მერვე მე-9. არა, დედა. არა, კაცო ადრე. 2007 2005 წლებში იყო ეგ ყველაფერი. რა სკოლაში არ დავდიოდი მგონი. როგორ არ დადიოდი, პატარა კაცო? ვიყავი. ხო. ერთხელ არ წვიმდა, რა ვიცი, მე კარგი ამინდი იყო და წავედით მარწყვზე მოსაკრეფად. მე ვიყავი, ბებია ჩემს ძმისშვილი იყო და კიდე ერთი იყო, ვიღაც აღარ მახსოვს ვინ იყო. ბებიში იმის ხატიას დაკალი. ხო, ხატიას დაკალი, ხო და ისა წავედით. კრეფავთ ამ მარწყვს მოვკრეფეთ უკვე ყველაფერი, გავავსეთ ვედრ. რადგინა გაგვიწვინდა ხალხო. შუა ტყეში გაგვიწვინდა. ხის ქვეშ შევეფარეთ, მაგრამ რა აზრი გონდა, მაინც დავწვევდით. ტელეფონი არ იჭერს. მიერეკავენ თურმე სახლიდან. მე ტელეფონი მქონდა მაშინ. წავიღე, მე რა ვიცი. ბებია შენი? ბებია ჩემი მიერეკავს, ნერვიულობს, წვიმს ახლა სად არიან? ესენი სად არიან, კაცო დასველდება არ გამიცივდესო აქ. ხო და რა გავიციდეთ, ჩვენ კიდევ დგავართ, ვიცინით, წვიმს, მორბი ვართ. მე წავიდეთ მეთქი ხატიას მეუბნები, ბებია ჩემს ძმისშვილს. წავიდეთ მეთქი, მაინც ცველები ვართ და რა აზრია გდგომას ხო და როდის გადაიღებს ეს ხო და უფრო და უფრო დაუშვა. მე გზაში წამოვედით, უფრო და უფრო დაუშვა. აი როგორც იტყვიან, რომ მოთქეშავს ხოლმე, თქეში რო წამოვა. ციდან რო ჩამოიქცევა, ჩამოდის თელიცა, ეგრე. ხო და მოვედით დამპლები, გასვლები. რა ვიცი, ყველაფერი ვიყავი. იჩხუბა მე, სადახართ აქამდე სად წახვედით რო მე გაწვებული ხო. ხატი ასე ჩო. ხო, იჩხუბა, სად წახვედით, სად წაიყვანეს მარიო. მე მინდოდა წასულა ისრაელში იყო. არ წვიმდა საერთოდ ჩვენი იყო და ტყეში გაგვიწვინდა. მე რა უთხარში? ჰა? ავედი მე გამოვიცვალე ტანსაცმელი. რაღაც ჩხუბობ დასვედი დიდი ამბავი აღარ დავსვედი. ხო და ერთხელ კიდე ის არის აქვია. რატომღაც ზევიდან მეორე სართულიდან ჩამოვდიოდი და ალბათ გაფუჭებული თუ იყო ის არ აქვია, არ დაკვირვებულო არა ალბათ. ფიცარი ბავშვობაში, ხო. ბებია ჩემი ზის გარეთ მეზობლებთან. ეზოს გარეთ, ხო და მოდივარ ქვევიდან უნდა გავსულიყავი გარეთ, ბავშვებიც გარეთ იყვნენ. ეს გარეთ უნდა გავსულიყავი, ხო და მოდივარ და მაინც იმ ხრიდან წავედი. არა, ავედი ზევით, კი არ მოდიოდი, ავედი და უნდა შემომეცვა რაღაცა საღამო პირი რო იყო, ცოტა ცივა ახლა მოგეხსენება სოფელში. საღამო მოვიდით. უნდა შემომეცვა და იმ ადგილას დავაბიჯე ფეხი სუსტად იმ ფიცარს, ჯატყდა ეს თქვენი ფიცარი. ჩატყდა. დამპალი გაფუჭებული იყო, ხო და ჩატყდა ეს ფიცარი. მე ცალი ფეხით ასე დავეკიდე, ამ ფეხით დავეკიდე, ეს ფეხი გვემოთავა, ეს ფეხი გვემოთავა. ზივარ და ვიცინი. ერთი ფეხი ესე მაგ დაკიდებული, ეს რო არ დავკიდებოდი. ბულიყავი ფეხით, ჩავარდებოდი ძი. ხო და დგავარ ვიცინი. ზევით ვზივარ, იმაზე არ ხეინა, თვითონც არაფერი მოხდა და გარეთ ბებია ჩემი უიმეო მორბის. მე ვიცი.
მე ვითოც არაფერი არც კი შევიმჩნიე მე ავდექი ჩვეულებრივად მე ჩემ პანიკას შავარდა როგორც ყოველთვის როგორც იცის ხო იცი ნელი ხო და ის არის რა ქვია რა შევიტყოდი არაფერს მე დგავარ ვიცინი ზივარ თან ზივარ ისე არ ხეინა ზივარ ხელები ასე ვიყურები ჰა ფეხილოთი მოც ჩვეულებრივად არ გიტკინა არა 2 ფიცარი გატყდა თუ არ ვწდები არა არ მეტკინა არა კაცო არ მეტკინა მაგრამ რო ჩამოვარდნილიყავი მეტკინებოდა ზღართანს გავადედი ძირს ბაძგვაც აი ვერა მაგარი არის რა ჭამას რაღაცას მოვიმტვრევდი დავდიოდით მე თუ არაფერი დავიზიანე ისე როგორ შეიძლება საქართველოს წავედი ერთხელ კიდე წაიყვანა დედაჩემმა კიდე და მაგტიფიქსები რო იყო მაგტიფიქსები რო იყო თუ გახსოვთ ახლა მაგტიფიქსები ხო იყო რა გიორგის ქონდა ტელეფონი მე ტელეფონი კი მქონდა მაგრამ ამ ზარზე ტელეფონზე ურეკავ თურმე წასულა თაში და ტელეფონმა საერთოდ გაიჭირა მიღება თაში რას დაიჭერდა ტელეფონი მიღება რომ მთებია იქა და მთები ტყეები ირგვლივ მთებია ირგვლივ მიდის და ვრეკავ სოდარი არ ამცემენ ხმას ვაიმე ნერვიულობენ ესენი დედაჩემი და მამაჩემი საფრთხე ვაიმე მე მეგონა რაღაცა მოვიდა ბავშვს არც გვეუბნებიან არ გვეუბნებიან რაღაცა ხდება რაღა ვკნათ მე ჩემი ისტერიკა ამბავი მაშინ ისტერიკები დამემართა ეხლა იმდენად აღარა ვარ იგითი თუ არ მაშინ გავდი გამოდივარ ვაიმე რაღა ვქნა სად არის რატომ არ მცემს პასუხს ყველა დარეკაზე წამში რო დავრეკადე როცა სახში იყო უცბად მცემდნენ პასუხს ხან მესიჯს წერ გიორგის ხან ფიქსე ვრეკავ მაგტიფიქსიც არიჭერს და მე მე არა კაცო ვინ ამცემს პასუხს და თურმე ერთ ადგილზე მისულან ტყეში ხო და იქ დაიჭირა ხო რა ვიცი მინდორში იმაში მთაში და იქ დაიჭირა მაგტიფიქსი საჭმელად დავსხედით იქა და იქ დაიჭირა მაგტიფიქსმა მე მგონია თქვენ გადმორეკეთ ნარეკები მოვიდა ხო და ხო და ის არისო დედა ის არისო რა ქვია თქვენს რომ თაში ვართო და არ შეგეშინდეთ არიჭერსო და არ შეგეშინდეთ არაფერიო და ვაი ისიც კი ისე მეჭუბე მე უთხარი რა არის მეთქი რატო არ გამეცით წინასწარ მაინც გეტყვათ მეთქი გუში ხო დავრეკე არა მაინც აი მაინც რა არის ადამიანის ინსტინქტი ცოტა ნერვი ის არის რა ქვია ნერვიულობაზე გადადიხარ ადამიანი ხო ხო და მე მეგონა რაღაცა უცბად გახდი ცუდად რას გაიგებ და წაგიყვანეს ექიმთან რა ვიცი ან დავიცი რაღაცა მომივიდა ხო ვიდრე პატარაობაში არ ვიმტრეოდი 5-6 წლის რაღაც ამ ბოლოს ხო და ის არის დადიოდა გიორგი თაში და ერთ ადგილზე დაიჭირა იმანა მაგტიფიქსმა დაიჭირა მარტო იმას ცოტაზე და რაღაცნაირად მოახერხეთ და ხო დაგვირეკეს და გვითხრეს თუ რა ვაიმე მთელი ღამე რა გაათენებდა ალბათ წავიდოდით ორივე ცოლქმა სახში რომ მოვიდოდით მე დაგიეკავდით მაგრამ ხო მაგრამ რა ვიცი მოხვიდოდით არ მოხსუნხათ დაჩით იქა არა კაცო რა დაჩით არ არჩებოდით იქა ხო თაში დე კარავი კი გქონდა მაგრამ კაი დრო ის რო არის კარვები როა ხო კაია მართლა კაი დრო იყო რა ხო და ის არის რა ქვია იქ სურათებიც რამდენი გადავიღე ღმერთო ჩემო ის სურათები რო იყოს ახლა ვიდეოებიც მაქვს გადაღებული თან სხვათა შორის ის ტელეფონი კარგად იღებდა ვიდეოებსაც კაი ხარისხით ახლა რო იყოს ის სურათები შევკრიბავდი ერთმანეთთან და გაჩვენებდით ჩემი ბავშვობის სურათები ხო ბავშვობის მოგონებები სადღა არის რა ჯანდამო მოვიდა რა თუ წაიშა ტელეფონი გაფუჭდა და ვიღაცამ წამიშალა რა მახსოვსდი ტელეფონი გაფუჭდა რაღაცა მოვიდა არ ვიცი იმას არ მევიტანე რა ქვია პროგრამისტთან მეთქი გააკეთებს ყველაფერი ამოშალა აბსოლუტურად რაც რამის სურათები იყო ამეშალა ნერვები კაი მართლა კაია წახვალ გერთოვი შვიდად წყნარად ხან საწახვალ მაინც გასართობი არის რა იქ დამსვენებლები ბუნებას ხო და დამსვენებლები თუ მოდის უფრო კარგი იქნება
დამსვენებლები თუ არიან, ეგ კიდევ უფრო ტურისტები თუ არიან. კიდევ უფრო კარგი. შეიძლება რაღაცას გამოკრა ხელი გაჩუქონ. ის იყო ჩემი ძმისშვილთან და ისე ისა კომპასიო ტურისტები კი არა ისინი მიდიოდნენ თასვლელები დადიოდნენ და დაი კომპასაო ესე იგი მომეცი კომპასიო ათი კომპასი დადიოდნენ სად იყო ან Wi-Fi ან რამე Wi-Fi კი არ GPS-ი ახლა იქ არ დაიჭერს მთაში. არა არც GPS-ი მთაში ვერ დაიჭერს. ფიზიკურად არ შეუძლია. არა მაგრამ ეხლა კომპასები ტელეფონს აქვს. თუ არის მართალი ნეტა. ერთხელ ხალხო Google Map-ით წავედი, პირველად რო წავედი იმასი, მეგობართან და მე მეგობარის სახლთან უნდა მივსულიყავი და იმაში მივიყვანა სადღაც. ლამის თბილისის ბოლოში გამიყვანა. და ასე ხალხო. კაი იყო კაი რაც კაია კაია 1000-ნაირი რაღაცა ხდება რა ვიცი მე რაჭაში არის მოსაყოდი ახლა იქ რო იყოს უფრო გამახსენდება რა ხდება იქ უფრო ბევრ რაღაცას იმასი და რა ქვია გახსენდება რა გახსენებიდან რო გაგახსენდეს იმასი და რა ქვია იმ თები არის რაღაცა დაათვალიერებინა ბუნება ან მშვენიერი მე გზაში აქედანო წახვალ გადაიღებ გზადაგზა ნენელა ვიდეოებს პლანშეტი რო იყოს კეთესი იქნებოდა იმ პლანშეტში გადაიტანდი და ტელეფონი აღარ იმასიზავდა რა ქვია დაიტვირთებოდა მართალია ვიდეოებს მე შეკრებავდი ვიდეოებს ერთმანეთთან და იმასიზავდი რა ქვია ატვირთავდი Instagram-ისთვის რა ფოტოები გამოვიდოდა მე მართალია მე ხო ტურისტივით ყველგან ფოტო უნდა გადავიღო ისე როგორ შეიძლება იცი რა მაინტერესებს იმაში მინდა წავსვლა რა ქვია საქართველოს მატიანე რო ხო თუ იცით თენქაზე რაღაცა მემორიალი როა მატიანე თუ რაღაცა ქვია აღარ მახსოვს ალბათ თუ იცით დავიწერეთ აღარ მახსოვს რა ქვია აი მანდ მინდა წავსვლა არ მორჩეთ ის არის ისიც მისაბმელი რამდენია ის არ ვიცი და მორჩეთ შვილო მორჩეთ თორე რაღაცა თოლები მიხუჩებ წავედით ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თან ახლა დაგვიბნელდება კიდეც აბა ხედა აბა ხო კარგად იყავით მაგრად იყავით დიდი მადლობა ყურებისთვის მოსმენისთვის და რავი ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის გაიხარეთ გამრავდით გაბედნიერდით ღმერთის წყალობა მოგცეს და გვიყვარდეს ერთმანეთი და მშვიდობა თუ არ გვიყვარება ერთმანეთი პატივი მაინც უცეთ და ცუდი არასოდეს არავისთვის არ გვინდოდეს აბა ჰე მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით არ გაგვეფიქრობიოს აბა ხედა აბა ხო კარგად იყავით უღრმესი მადლობა უბრალოდ თვალები მქონდა ხალხო და ხუჭუნი თქვენთან ვიყავი კარგად თვალები მეცეს რაღაცაზე და მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ახლა აბა ხედა აბა ხო წავედი იმას ვიზავ გავაკეთებ ვიდეოს და აგიტვირთავთ მოჰკვდი რა ცუდია ხალხო ეს ჯიჟოგარა კარგად ბაი გულძმარვა